მოკლედ დღეს ძალიან სპორტული ეთერი გვაქვს, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ჩავერთე. ჩაერთო როგორც იქნა სალომე აღიარა რაღაცა სპორტი საჭიროა და განსაკუთრებით ფეხბურთის და წარადგინა ჩვენი სპორტების. კი ბატონო და დღევანდელი ჩვენი უკვე რიგით მეორე სტუმრები არიან სპორტისა და მესამე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ბატონი ირაკლი სამყურაშვილი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის აპარატის უფროსი სალომე ბენიძე. ძალიან დიდი მადლობა მოგწანებისთვის. თუ შეიძლება მე გადმოვალ პირველი კითხვით, ასე ვთქვათ, სტუმრებთან გადავალ უბრალოდ. ესე სამინისტროების შორის ახლა ტარდება სპორტული შეჯიბრებები და სპორტის დეპარტამენტმა ტრადიციად დანერგა სამინისტროების შორის სპორტული შეჯიბრებები და წელს ეს მე რამდენად იმართება? წელს იმართება მეორედ, შარშან გქონდა სულ ორ სახეობაში და იმდენად დიდი გამოხმაურება ჰპოვა სამინისტროების შორის, რომ წელს გადავწყვეტ სპორტის 8 სახეობაში ჩაგვეტარებინა. საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს პრინციპში ტურნირი, ტარდება მინი ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, ჭადრაკში, ბილიარდში, ნარჩი და ბოულინგში. ნარჩი მომეწონა. არჩეულია სპორტის ის სახეობები, რომლებშიც მაქსიმალურად მეტი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას, გამიჩნევათ ასაკისა, ფიზიკური კონდიციებისა. აქედან გამომდინარე შეჯიბრი. რა მიზანი აქვს ამ შეჯიბრს საერთოდ? პირველ რიგში მთავარი მიზანი არის სპორტის პროპაგანდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. მეორე მიზანი არის სამინისტროს მოხელეების, საჯარო მოხელეების ერთმანეთთან დაახლოება, გაცნობა სპორტულ შეჯიბრებებში. აზარტი არის საკმაოდ დიდი და ადამიანები იცნობენ ერთმანეთს, მეგობრდებიან და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი მიზანი არის ჯანსაღი ცხოვრება. და რომელი სამინისტროა, ესე ვთქვათ, ყველაზე აქტიური სპორტული თვალსაზრისით? წესით თქვენი უნდა იყოს. წესით ჩვენი არის ნამდვილად ყველაზე აქტიური, მაგრამ არ ჩამოგრჩება რამოდენიმე დიდი სამინისტრო, როგორც შინაგან საქმეთა დიდი რაოდენობრივად გულისხმობ დასაქმებული ადამიანების რიცხვის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ აქტიურია თავდაცვის სამინისტრო, თუმცა პატარა რაოდენობრივად სტრუქტურულად პატარა სამინისტროებიც არ ჩამორჩებიან მათ. თქვენ როგორი ფორმის ხართ ჩართული? ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული გულშემატკივრებაში და ეს არის მაისური, რომელიც სპეციალურად ამ მინისტერიალისთვის გავაკეთეთ. სამინისტროს თითქმის ყველა თანამშრომელ გოგონას აქვს ესეთი მაისური და ყოველთვის როცა მივდივართ საგულშემატკივროდ, აი ესე ერთნაირად ჩაცმულები მივდივართ ორგანიზებულად. რომელიმე შეჯიბრში? არის რამდენიმე სახეობა, რომლებშიც ხალბატონები მაგალითად ნარჩი ყავდა წარმომადგენელი, განსაკუთრებული ფიზიკური კონდიციები. ბილიარდში, ბოულინგში, ასევე ფრენბურთის გუნდიც ყავს ჩვენ სამინისტროს, თუმცა რა თქმა უნდა ფეხბურთში არა ვართ ჩართული გოგონები სამწუხაროდ ამ ეტაპზე და არც კალათბურთში, მაგრამ ვნახოთ მომავალი წლისთვის უკეთესად მოვემზადებით. ახლა ნარდი ვახსენეთ, ვიცით რომ დასრულდა შეჯიბრი ნარჩი. ვინ არის გამარჯვებული სამინისტრო? საკმაოდ დრამატულ ფინალში გაიმარჯვა თავდაცვის სამინისტრომ და ამაცხა საჭიროა ასრულების სამინისტრო, ხოლო მესამე ადგილი მოიპოვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ძალიან საინტერესო. ძალა აღმარცხა. ეს პირდაპირ ეთერში არ გადის. გავა ეს პირდაპირ არ გადის, მაგრამ ისა შუქდება ყოველდღიურად შესაბამისად. ძალიან საინტერესო და ამის ყურება. კი და არის დაგეგმილი, რომ აი მომდევნო წელს უფრო განვითარდეს და უფრო მასიური სახე მიიღოს, ანუ რომ გარეშე ხალხიც დაინტერესდეს ამით აქტიურად. იმდენად დიდი ინტერესია ახლა სტრუქტურების მხრიდან. მოთხოვნა რამოდენიმე სპორტის სახეობის ჩართვაზე, ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს აუცილებლად ჩავთავთ სროლას, აუცილებლად ჩავთავთ ძლეოსნობას, სირბილის სახით მარათონულ სირბილს, ჩავთავთ სავარაუდოდ წურვასაც და აუცილებლად გავმართავთ ანალოგიურ უფრო ფართომასშტაბიან ღონისძიებას. ეს თუნდაც ღონისძიება საკმაოდ ფართომასშტაბიანი არის, იმიტომ რომ ერთდროულად მიმდინარეობს, ახლა რეალურად ფეხბურთში უკვე დაწყებულია, კალათბურთში დაიწყო, ნარდი დასრულდა რამოდენიმე დღეში. კალათბურთი იყო, მე მგონი. კალათბურთი იყო გუშინ და მიმდინარეობს მთელი 2 კვირის განმავლობაში 14-ში გვაქვს დაგეგმილი ფინალი. ერთ-ერთი სათამაშო სახეობის ფინალით დასრულდება. აი ჩვენ შეგვიძლია თან კადრებიც ვიხილოთ. ეს გუშინდელი საკალათბურთო მატჩია, ეს ვინ და ვინ თამაშობს თუ შეიძლება. ესეთ გუშინ 4 შეხვედრა იყო.
და ოლიმპიური მოდელია, როგორც მიხთ, ანუ გუნდური ჩათვლა, ხო? გუნდური ჩათვლა, ოქროს დააგროვებს ასე. კი ბატონო, სისტემა არის შემდეგნაირი, პირველ ადგილზე ნებისმიერ სპორტის ნებისმიერ სახეობაში პირველ ადგილზე გასულს გარდა მედლისა და თასისა გუნდურ ჩათვლას შეეძლება 15 ქულა, მეორე ადგილზე გასულს 10 ქულა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასულს 5 ქულა და აქედან გამომდინარე საერთო ჯამში იკრიბება ქულების რაოდენობა, ყველაზე მეტ ქულაც ვინც დააგროვებს, ის იქნება მინისტერიალის თასის მფლობელი, რომელიც საკმაოდ დიდი სოლიდური თასია და ვფიქრობ, რომ იყოს გარდამავალი მომავალ წელს ეს თასი გადაეცემა შემდგომ ლიდერი თუ უკვე გამოკვეთილი. აქედან ლიდერი უკვე რა თქმა უნდა გამოკვეთილია, ეს არის თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი როგორც თქვით ნარდია დასრულებული. მეორე ადგილზე საჭი დასრულებაა, ეხლა ზუსტობა დაუში მესამე ადგილზე გავიდა ჯანდაცვის სამინისტრო ნარჩი და აქედან გამომდინარე მესამეზე ის. თუმცა ჩვენ უკვე ჩატარებულ თამაშებში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ირაკლი, ნუ დავიკარგავთ საკუთარ თავს. აი ქალები ვიჩაგრებით როგორც ყოველთვის, ამიტომ არის ეს ყველაფერი. ჩვენს ჯგუფურ ფეხბურთის ჯგუფშიც პირველ ადგილზე ვიმყოფებით, ასე რომ ეს საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაშები მიმდინარეობს. და ქალებში თუ არის რამე განსხვავებული, აი რამეს მარტო ქალები რო იყვნენ. არის ეგეთი ერთ-ერთი სახეობა ჩოგბურთში ჩატარდება ქალთა შორისაც და როგორც მამაკაცთა შორის ქალთა თამაში. ანუ ცალკე იქნება საპრიზო ადგილები ქალთა გუნდისთვის. საკმაოდ ესეთი მიმზიდველი სპორტია, განსაკუთრებით მაშინ როცა ანდივოსნები თამაშობენ, პოპულარულია ძალიან და ფრენბურთშიც არის აქტიურობა, რამოდენიმე გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ფრენბურთის ჩემპიონატი ოდნავ მოგვიანებით დაიწყება და რაც ნახავთ რამდენი გუნდი იქნება წარმოდგენილი. საერთოდ ჯამში დაახლოებით 20 სტრუქტურის 600-მდე თანამშრომელი მონაწილეობს ამ სპორტულ საკმაოდ სერიოზული და მიუხედავად ამისა მაინც იყო მოთხოვნა რომ კიდევ მეტ ხალხს მიეღო მონაწილეობა განსაკუთრებით კი იმ სამინისტროებიდან სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული გთხოვდნენ რომ უფრო დიდი შემადგენლობით გამოსულიყვნენ თუ თამაშობდნენ რომელიმე ესეთი მაღალჩინოს ანუ პოპულარული სახეების სამინისტროების იყო ასეთი. რამდენიმე მინისტრი თამაშობს უკვე დაფიქსირდა, რა თქმა უნდა. ბატონი ლადო თამაშობს, ვარძილაშვილი ფეხბურთსაც, კალათბურთსაც, კონტროლის პალატის ხელმძღვანელი თამაშობს, ბატონი კობასუბელიანი თამაშობს. ახლა ვერ ვიხსენებ ყველას, მაგრამ თამაშობს გარემოს დაცვის მინისტრი კალათბურთს, საკმაოდ კარგად თან რასთავარია. ანუ იმის თქვა შეიძლება რომ დღეს საჯარო მოხელეების უდიდესი ნაწილი ჯანსაღად ცხოვრობს, სპორტით არის დაკავებული, რაც თავარია ეს ღონისძიება არ არის მარტო ეს ორი კვირა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ამასთან მოყვებოდა რამოდენიმე კვირიანი, ერთთვიანი მოსამზადებელი ეტაპები და დიდ სტრუქტურებში ჩაატარეს შიდაში არჩევი ტურნირები იმისთვის, რომ გამოევლინათ თავიანთი სტრუქტურის ნაკრები გუნდის დასაკომპლექტებლად სპორტსმენები, ასე რომ ორი თვია საკმაოდ აქტიური სპორტული ცხოვრება აქვს ჩვენს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ რამდენადაც ვიცით, მედიაცი იღებს მონაწილეობას. მედიისთვის ტარდება შაბათს, ეს არის ბაჩოს თასი, უკვე ტრადიციული ტურნირია, მეორე წელია რაც ტარდება, ეს არის სპორტული ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი. და თითქმის ყველა მედია საშუალება იღებს ამ ტურნირში მონაწილეობას. თან 2 ივლისი არის სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღე და ჩვენ ქართულ ჟურნალისტებთან ერთად ესეთი ფორუმით აღნიშნავთ ამ დღეს, ესე რომ ყველას გეპატიჟებით თორში. იმედის გუნდის მონაწილეობს ჩვენი გუნდიც მონაწილეობს, იმედის გუნდიც მონაწილეობს, ესე რომ მე მგონი ძალიან საინტერესო დღე იქნება ორში ყველასთვის. თასით შემდეგ ეთერში. რატომაც არის. დაიწყოთ დილა. ისურვეთ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა. მე როდი სრულდება ტურნირი? 14 ივლისს გვაქვს დაგეგმილი ფინალი, ეს დამოკიდებულია თამაშების ხანგრძლივობაზე, კიდე როგორ გაგრძელდება, სავარაუდოდ ესე იქნება. და კალათბურთის ფინალით დამთავრდება საერთო ჯამში და გამოიკვეთება გუნდური გამარჯვებული ამ და რამის გრანდიოზული დასკვნითი ნაწილი. გეგმავთ დაჯილდოების ცერემონიალს, კარგად ჩატარებას, ასევე იქნება რაღაც ღონისძიება, პროცესში ვართ დაგეგმარების და აუცილებლად კარგად ჩავატარებთ. წინასწარ ხო არის სად გაიმართება ეს ღონისძიება? თუ დამთავრდა კალათბურთის ფინალით, ან თუ კალათბურთის ფინალი იქნება მთლიანი ტურნირის ფინალური ეტაპი, იქნება სპორტის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული საკალათბურთო დარბაზი, რომელიც ახალი გარემონტებულია საკალათბურთო კლუბმა აკადემიამ გაარემონტა თავის სახსრებით და ამ კლუბის ტერიტორიაზე ჩატარდება ამ დარბაზში დასკვნითი შეხვედრა.
კარგი, ძალიან დიდი დებატიჟებით ფინალზე. ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ წარვადგენ ჩვენ სტუმრებს. ძალიან გრძელია და ამიტომ წავიკითხავ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ბატონი ირაკლი სამყურაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის აპარატის უფროსი მეცლად მინდა სალომე ბენიძე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. წარმატებას გისურვებთ და კარგია რომ ჩავრთეთ საზოგადოება აქტიურ სპორტში. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა.